თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებმა და უვიზო რეჟიმმა ჩინეთს საქართველოს შორის ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებას თითქმის $2 მილიარდ მიაღწია. გაზრდილია გადაზიდვების და ქართული ბიზნესის მხრიდან საქმიანი ურთიერთობების გაფართოების ინტერესიც. უფრო კონკრეტულად რა შედეგი მოიტანა თავისუფალმა ვაჭრობამ, როგორ ვითარდება გადაზიდვები და ლოგისტიკური მიმართულება და როგორ შეიძლება ქართულმა ბიზნესმა სრულად გამოიყენოს ის შანსები, რასაც ჩინეთთან პარტნიორობას თავაზობს. სტუმართან ბიჯეტის გენერალურ დირექტორთან ლაშა ფეიქრიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ და ამ გადაცემაში ამ თემაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია. ზოგადად რა შედეგის მომტანია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმები და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, რადგან ჩინეთზე გვიწევს საუბარი, ძალიან დიდ ბაზარზეა ლაპარაკი, ყველა ძალიან კარგად გვესმის, ამიტომ თავად ბიზნესის გადმოსახედიდან რამდენად აქტიურად იყენებს ბიზნესი ამ შესაძლებლობას, თუმცა მანამდე რა შესაძლებლობები გააჩინა აი ამ შეთანხმებებმა? ამ შეთანხმებამ რეალურად გააჩინა ის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ბიზნესმენებს უკვე ბევრად მარტივად შეუძლიათ ჩინეთიდან აწარმოონ იმპორტი, მოელაპარაკონ ჩინურ ქარხნებს და კონდეთ პირდაპირი ურთიერთობა ქარხნებთან შუამავლების გარეშე. აქამდე ძირითადად არსებობდა პლატფორმები, ონლაინ პლატფორმები და ამ ონლაინ პლატფორმებისგან გამომდინარე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. თუმცა დღეს უკვე ეს ყველაფერი არის ძალზედ გამარტივებული და ქართულ ბიზნესმენებს შეუძლიათ როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი ჩინეთში ყოველგვარი ზედმეტი წვალების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. ჩვენ ყველას ნაკლებად ერთხელ მაინც გვისარგებლია ჩინური ონლაინ პლატფორმები და ძალიან კარგად საქართველოს მოსახლეობის ალბათ დიდი ნაწილი ძალიან კარგად სარგებლობს. თუმცა, როდესაც საუბარია პირდაპირ ქარხნებზე, პირდაპირ ფაბრიკებზე, პირდაპირ მიმწოდებლებზე, ეს თითქოს ერთგვარ დაბრკოლებას წარმოადგენს. თუმცა ახლა თქვენ ახსენეთ, რომ რეალურად სხვა შესაძლებლობა გააჩინა. რამდენად კარგად გრძნობს ბიზნესი აი ამ შესაძლებლობას და რამდენად აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით დაუშვათ თუნდაც ურთიერთობა, იმიტომ რომ ონლაინ პლატფორმების მიღმა არსებობს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა, დიდი წარმოებები, რომელთა გამოყენება თუნდაც იგივე სუმცირე ფასის შემცირების კუთხით ამა თუ იმ პროდუქტზე ძალიან კარგად შეგვიძლია. და ამისთვის სხვა შეს არ არის აუცილებელი იყოს ძალიან ცნობილი ან უკვე წარმატებული ბიზნესმენი, ჩვეულებრივმა დამწყებმა ბიზნესმაც შეიძლება ამ ნაწილში კარგად გამოიყენოს, ამიტომ საინტერესოა თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროცესს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა აღვნიშნოთ ერთი საკითხიც, აქ არის უვიზო მიმოსვლა. ამან ძალიან გაამარტივა უკვე პირდაპირ ჩასვლა, აქამდე ბარიერს წარმოადგენდა ასევე ვიზაც. შესაბამისად ეს ვიზის ფაქტორიც რომ მოიხსნა, უკვე ძალიან მარტივია ქართველებისთვის იქ ჩასვლა, ქარხნებთან შეხვედრა, მოლაპარაკება. სწორედ ადვილად თანხმდებიან ფაბრიკები და ქარხნების წარმომადგენლები შეხვედრებზე? სხვათა შორის თანხმდებიან, უბრალოდ თანხმდებიან გაყიდვების მენეჯერები, ესე რომ ვთქვათ, აქედან ჩასული ქართველები პირველ რიგში კომუნიკაციას ახდენენ იქაურ გაყიდვების მენეჯერებთან. ჯერჯერობით სიმართლე მომგითხრათ, ჩვენ ამ პრაქტიკას არ ვფლობთ, ჩვენი მიმართულება უფრო განსხვავებული არის. ჩვენ გვეხმარება აუცილებელი აღნიშნოს ალიბაბას წარმომადგენლობა ჩინეთში, რომელიც გვიორგანიზებს შეხვედრებს ქარხნების დირექტორებთან. შესაბამისად, ჩვენგან წასული მომხმარებლები, ვინც კი ჩინეთში ჩადიან, უორგანიზებთ ქარხნებთან შეხვედრებს. ეს ამარტივებს სრულ პროცესს, იმიტომ რომ კონტრაქტის მარტივადიდება და ყველაფერი დგება თავის კალაპოტში და გრძელვადიანი ურთიერთობები კი ბატონო, მაშინ სქემა როგორია მაყურებელს ეს რომ მივაწვათ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ აი ამ განაცხადის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იქნება ახლა მაყურებლების მხრიდან. ზოგადად ცოტა ბექგრაუნდსაც ვიტყვი, საიდან წამოვიდა ეს იდეა. გამომდინარე იქიდან, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შეიქმნა, პლუს დაემატა ამას უვიზო მიმოსვლა, ამან გააჩინა დიდი შესაძლებლობა, რომ ჩვენ კომპანიას როგორც გადამზიდებს იმ მომხმარებლებისთვის თავდაპირველ ეტაპზე, ვისაც უშუალოდ სურდა, რომ ჩასულიყო ჩვენი დახმარებით ჩინეთში და მოეძიებინა პროდუქცია უფრო უკეთეს ფასად, უფრო უკეთეს ხარისხად, აქედან დაიწყო ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენი პრაქტიკით უკვე ვინც კი ჩავიყვანეთ მომხმარებლები, ყველა არის ძალიან კმაყოფილი, რადგან სამწუხაროდ აქამდე არსებობდა ენობრივი ბარიერი და კულტურული ბარიერი. ეს ბარიერი მოუხსენით, ქართველი გიდები უკვე თანდაყვებიან ამ ჩვენ მომხმარებლებს. შესაბამისად, ქარხნებთან ურთიერთობაც უმარტივდება, დირექტორებს ხვდებიან, ხელშეკრულება წიდება გასაგებენაზე, ჩვენთვის გასაგებენაზე ინგლისურად და იქაური მენეჯმენტიც ძალიან დაინტერესებულია, რასაც ვაკვირდებით ჩვენთან
ურთიერთობით. უნდა აღვნიშნოთ, რომ არა მარტო ჩვენი ინტერესი, არამედ თვითონ მათი ინტერესი ძალიან მაღალი არის და თვითონაც აქვს სურვილი საქართველოს ჩამოსვლის. ქონდა უკვე რამდენიმე შემთხვევა, რომ იქაური ქარხნების წარმომადგენლობა უკვე მოვიპატიჟე ჩამოვიდნენ საქართველოში, ვანახეთ ადგილობრივი გარემო და აქვს სურვილი და ინტერესი ინვესტიციის. ერთ-ერთი მიმართულება ინვესტიციის, რაც აქვს ტურიზმის მიმართულება არის, რომ საქართველოში პირიქით ჩინელები ჩამოვიდნენ როგორც იგივენაირად ბიზნეს მიმართულებით, ასევე ტურისტულად. კი ბატონო, სწორედ პრიორიტეტულ მიმართულებებზე კითხავთ, რადგან ხა ტურიზმი ახსენეთ, რა მიმართულებებით გვაქვს შანსი ჩვენ განავითაროთ იქ და რა მიმართულებით არის პირიქით? ჩვენი შანსი რეალურად არის ლოჯისტიკა, რადგან წარმოადგენთ დამაკავშირებელს ევროპასა და აზიას შორის. შესაბამისად, ხშირად არის საუბარი შუა დერეფანზე, ეს რა არის ალტერნატიული გზა არის, რომელიც ამოკლებს დროს და ჩინეთს პირდაპირ კარს უხსნის ევროპაში საქართველოს მეშვეობით. აქ ჩვენი როლი არის უმთავრესი. თუ ყველაფერი სწორად დაიგეგმება სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენი პოტენციალი იქნება უზარმაზარი. დამატებითი, პლატფორმები ვახსენეთ, ელექტროკომერციის პლატფორმები. შესაძლებელი არის სრულიად თავისუფლად, რომ იქაური პლატფორმები საქართველოსდან ოპერირებდნენ და საქართველოსდან აწვდნენ ევროპულ ბაზარს ამ პროდუქციას და ძალიან დიდი ანუ ერთგვარი ჰაბი შევქმნათ აქ განთავსების? სრულიად შესაძლებელია და რეალობასთან არის ძალიან ახლოს. რადგან ალიბაბა ახსენეთ და შუა დერეფანს აუცილებლად მიუბრუნდები, ასეთ გიგანტების სახელი როცა მესმის ხოლმე, ყოველთვის მაგ განცდა, რომ ძვირი სიამოვნებაა ასეთ ტიპის დაუშვათ აი ამ ჯაჭვის გარღვევა და თვითონ ეს პროდუქციას რამდენად აძვირებს თუ პირიქით დაუშვათ არსებული შეთანხმებები აძლევს ქართველ მწარმოებლებს საშუალებას, რომ უფრო იაფად იყიდონ პროდუქცია. ალიბაბა არის ზოგადად გარანტორი ხარისხის და ალიბაბაზე წარმოდგენილი ქარხნები იმას ნიშნავს, რომ ეს ქარხნები არის გადამოწმებული ალიბაბას მიერ. მაგრამ ალიბაბაზე გამოფენილი პროდუქცია ამ ქარხნების არ წარმოადგენს იმ რეალურ ღირებულებას, რაც ამ ქარხნებს აქვს. შესაბამისად, მომხმარებელი, ოდესაც ჩადის და პირდაპირ ალიბაბას გვერდისავლით ეს რო დავარქვათ, რომ მიდის ამ ქარხნებთან, შესაძლებელია იგივე პროდუქტი, რაც ალიბაბაზე არის, დაახლოებით 30%-იანი ფასდაკლებით მიიღოს პირდაპირ უშუალოდ ქარხანასთან მოლაპარაკებით. ჩვენ მიუხედავად ამისა, მაინც მყარად გვაქვს ის პოზიცია, რომ ალიბაბას წარმომადგენელთან ჭირდოთ თანამშრომლობთ, რადგან სწორედ რას თავში ვახსენე, გარანტორები არიან ისინი ამ ხარისხის. თუ რაიმე ისი არ წავიდა, როგორც არის დაგეგმილი, ამაზე პასუხისმგებლობას იღებს ალიბაბა, შესაბამისად დიდი კომფორტია ჩვენთვის, რომ ამაში გვეხმარებიან. კი ბატონო, რაც შეეხება შუა დერეფნის ნაწილს და ამ პროცესში ჩვენს როლს. თავად გადამზიდავებს, რამდენად გაქვთ ეს გაცნობიერებული, თქვენ ახლა ახსენეთ სახელმწიფოს როლი. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო, ან რასაც აკეთებს, რამდენად სწორად აკეთებს და თქვენი კოლეგების ნაწილს ხშირად უთქვამთ ამ ეთერშია, ჩვენ გარკვეულწილად ცოტა დავაგვიანეთ, ანუ უფრო მეტი ნაბიჯი იყო უკვე გადასადგმელი, ვიდრე გადავდგით. რამდენად გაქვთ ეს განცდა? ჩვენ ასე არ უყურებთ, რაც გაკეთდა, არის ძალიან კარგი და ჩვენ უკვე მუშაობთ ამ მიმართულებაზე. დაახლოებით, რა ვიცი, 2 წელი არის უკვე ჩინეთთან ზუსტად ამ მარშრუტით მოგვაქვს საქართველოში პროდუქცია. გადამზიდავს, რაც აქვს სურვილი ჩვენ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი, რომ გამტარუნარიანობა საქართველოში გაიზარდოს. ეს ტვირთები უნდა შემოდიოდეს გაცილებით მარტივად, უნდა გაციფრულდეს მაქსიმალურად საბაჟო, არა მარტო საქართველოზე უნდა ვიფიქროთ, აქ უნდა ვიფიქროთ მასშტაბურად, რეგიონალურად და ევროპის მიმართულებაზე ეს გაციფრულება და გამტარუნარიანობის გაზრდა დაეხმარება ამ ყველაფერს, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი ყველაზე მაღალ წერტილში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ეს ურთიერთობები, რომელზეც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, რამდენად კარგად აქვს გათავისებული ქართულ ბიზნესს და რამდენად მზად ვართ, რომ აქტიურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რასაც ჩინეთის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იძლევა? ჯერჯერობით ცოტა სიფრთხილეს ვამჩნევთ, თუმცა პოტენციალი არის ამის მიზეზი რა არის ამ სიფრთხილის? ბარიერები ჩინეთში და მე მესმის კიდევაც მათ ადგილას შევდივარ, იმიტომ რომ ჩვენ მომხმარებლები ვინც გაგვიშვია ჩინეთში, მათთან მისაუბრია გულღიათ, რომ მეც ყოფილვარ იგივე პოზიციაში. პირველად რო ჩავედი ჩინეთში, იყო რთული, ეს ენობრივი ბარიერი იყო, საერთოდ კულტურაც სხვა არის, მასშტაბი სხვა არის, თუმცა ამ ყველაფერში, როდესაც გვერდში გეხმარებათ კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს გიგებგმოთ, დაწყებული ავიაბილეთებიდან სასტუმროებიდან. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ უგეგმავთ ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენ უგეგმავთ.
ყველაფრით დაწყებული, დასრულებული ტრანსპორტირებით საქართველოსამდე, შესაბამისად აქ უკვე რისკი და სიფრთხილე აღარაფერში აღარ არის საჭირო, ესე რომ. და რადგან თქვენ ახსენეთ, რომ ჩინეთისთვისაც საინტერესო ვართო, ჩვენაირი პატარა ბაზარი ხარ, ჩინეთის გადმოსახედა ჩვენ ძალიან პატარა ბაზარი ვართ, ხო? რატო არის საინტერესო დაუშვათ ამ შემთხვევაში საქართველოს მათთვის რატომ უნდა იყოს საინტერესო? ზოგადად ჩინეთში უყურებენ საერთაშორისო ბიზნესს უფრო აქტუალურად ბოლო 3-4 წელია გამომდინარე იქიდან რომ იქაური ბაზარი საკმაოდ გაჯერდა ამ e-commerce პლატფორმებით როგორც არის Alibaba გრუპი, Pinduoduo გრუპი და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე უკვე უმიზნებენ საზღვარგარეთ ბაზარს მაგრამ საქართველოს უფრო მეტი ინტერესი იმით იპყრობს რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მარტივი გზა მათთვის რომ გაიჭრას ევროპისკენ და ევროპაში უფრო მსყიდველთუნარიანები არიან ვიდრე აზიურ ბაზარში შესაბამისად მეტ ინტერესს გამოხატავენ ჩვენთან, რომ ითანამშრომლონ და აქ დააფუძნონ ის ჰაბი, საიდანაც მოხდება ექსპორტი უკვე თავიანთი პროდუქციის. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგ ჰაბის საქართველოს შექმნა, იმიტომ რომ შეუძლებელია ახლა ვინმეს არ უნდოდეს ამის გაკეთება და სწორედ ეს ნაწილი ალბათ ბიზნესის აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოაჩენს ბიზნესს საკუთარ თავს, თუმცა რამდენად რეალურად გეჩვენებათ, იმიტომ რომ ჩვენ წლებია ვსაუბრობთ ბევრი მიმართულებით ჰაბზე, ეს იქნება საჰაერო მიმართულებით ჰაბი თუ სხვადასხვა ნაწილი, რამდენად გვაქვს შანსი ამ ნაწილში ვიყოთ რეალურად ჰაბი? აბსოლუტურად რეალურია. ერთი მაგალითს მოვიტან, ეს არის საერთაშორისო პლატფორმა Temu, რომელიც საქართველოში შემოვიდა და საქართველოს იქცა უკვე ჰაბა. აქ შენდება ტერმინალები და საქართველოსდან იგეგმება უკვე ამ Temus პროდუქციის გარეთ გატანა. შესაბამისად, იგივე ლოგიკით თავისუფლად შეიძლება Alibaba-მაც გააკეთოს აქ ტერმინალი, რაც ჩვენც აქტიურად მუშაობთ. ამ თვეში, სხვათა შორის ნოემბერში მე მივიდივარ Alibaba-სთან შეხვედრაზე, ზუსტად ამ მიმართულებაზე და გამოჩნდება იმიტომ რომ ინტერესი თვითონ იქიდან არის ძალიან მაღალი და მგონია რომ ყველაფერი გამოვა. კი ბატონო, თუმცა ამ ნაწილმა ქართული ელექტრონული კომერციის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს შეუქმნა პრობლემა, იმიტომ რომ რეალურად აი ეს ამ მასშტაბური კომპანიების შემოსვლა. ეს ნაწილში რამდენად იქნება დაუშვათ ამ მიმართულებით დამაზარალებელი? Alibaba როგორც გადამზიდავისთვის აბსოლუტურად მესმის რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესო კითხვა არის. Alibaba არ ზღუდავს ქართულ ნაწარმის გამოფენას. შესაბამისად, აქ თუ მათი პლატფორმა მოექცა, პირიქით ქართველებს ბევრად მეტად შეეძლებათ თავიანთი პროდუქციის ექსპორტზე გატანა. შესაბამისად, Alibaba-ს პლატფორმაზე ქართული ონლაინ მაღაზიებიც მოექცევიან და მათი პროდუქცია როგორც ჩინური, ისევე გავა ქვეყნის გარეთ და ვისარგებლებენ, რა თქმა უნდა, ბევრად მაღალ ღირებულებაში გაყიდიან საკუთარ ნაწარმოებ პროდუქციას. კი ბატონო, და კიდევ ერთი აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით დაუშვათ საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია, რთულია თუ როგორ გიადვილდებათ ეს პროცესი? საქართველოში ბიზნესის კეთება არის მარტივი, თუმცა მარტივი არის მათთვის, ვინც შრომობს. ჩემი აზრით ესე უყურებ, ვინც შრომობს და ფიქრობს, რომ გამოვა, აუცილებლად გამოვა. ამის გარეშე გამორიცხულია მარტივი სხვაგვარად ვერ იქნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.